ერთს გარდაეცვალა შვილი ავარიაში და ღვთის გმობაში ჩავარდა. რატო გარდამეცვალა მე შვილიო, უფალო რატო წაიყვანე ჩემი შვილიო? თანაც ახალგაზრდაო, თანაც ეს ერთი შვილი მყავდაო და მიდიოდა ტაძარში რომ შევიდო და გმობდა ღმერთს და ასევე ღვთელსაც ეკამათებოდა და ღვთელს ეუხერხულებოდა უკვე ამ ქალის მოსმენაც და განიცდიდა ამ ყველაფერს და ვერც ან უგეშებდა, ვერც ვერაფერს ეუბნებოდა, რა უნდა უთხრა ამ მდგომარეობაში ადამიანს. და მე ერთი დღეს თვითონ უფალმა იზრუნდა, იდე მოწყალე უფალმა ამ ადამიანის გამოხსნა ამ გმობიდან და ნახა სიზმარში ასეთი რამე, სიზმარს რო ეძახით. სიზმარიც ღმერთმა მისცა ადამიანს იმისათვის, რომ არ დაგვავიწყდეს, რომ გარდაცვალების შემდეგ ესეთი ცხოვრება არსებობს. აი ესეთი რამეა. ხო და ჩვენ სიზმარს ხამ კითხავების დონეზე ვიყენებთ და არ შეიძლება ესე. ჩვენი ნებელობის გარეშე რომ კიდე არსებობს საფარო, ამისთვის მოგვეწია. ხო, ესე იგი რეალობაც არსებობს, სხვაც არსებობს. სხვაგან ზომიერება არსებობს. აი ვიტყვი ეს სიზმარიანის არსებობს. გამოეცხადა მას თავისი შვილი და იხილა სასუფეველში. და ამ ქალს რო ეგონა რომ ეხლა გაშლიდა ხელებს, როგორც ამას ენატრებოდა შვილი, იმასაც ეს ენატრებოდა, ესი არ მოხდა. არ მოხდა ეს. ამ ქალს, როგორც მატერიაში მყოფი, როგორც ამ წუთის სოფელში მყოფი, ენატრებოდა წუთის სოფლის სისუსტეები, თავისი სისუსტეები. მაგრამ მიიქ უკვე ის სასუფეველში იყო და ნამდვილი დედმამა უკვე ნახა. უფალი იესო ქრისტე და დედა ღვთისმშობელი. და შვილო და რო გაიქცა იქეთ, რა იყო დედა? როგორ ახალ? მოიკითხა, განავერცნობდა რომ ის დედა იყო. რა მოგივიდა? ეს ხალი ესი აღიქვავს და დაიცაო შენო, მეო, ვერ შემიცანიო? ვერ აღმიქრიო? მე შენი გულისთვის თავს ვიკლავდიო. კინაღამ თავი მოვიკალი და ჯოჯოხეთში წავედიო და ამ დროსო შენო არც მიყურებ ზედა. არა დედიო, როგორ არ გიყურებ ყველაფერი, მაგრამ აქ იმხელა ნეტარება და იმხელა განწყობა არისო, რომ აქ შენ კი არ იყავი ჩემი მშობელი, ნამდვილად იყო მაცხოვარი და დედა ღვთისმშობელი და ასევე ეს მაცხოვარი და დედა ღვთისმშობელი ასევე შენი მშობელიც არის. და მთავარი ყველაზე დიდი მშობლები ესენი არიანო, ჩვენიო. წავედიო ეხლა მაცხოვარი ჩამობძანდება ღრუბლითო და უნდა გვიქადაგოს. და წავიდაო და დავრჩი პირგაღებული. ანუ ხახამშრალია, რო იტყვია ქართველებმა და გამოდი მამაო, აღსარება უნდა ჩაგაბარო. და ღმერთმა მაპატიო